ორი ციკლიც რამეგვია რომ ესაათია 12 საათია. აქ ხარ გავათენოთ. რაგინა დარბილებული წყალი გააქვს, გათხოვა გააქვს, ცხელი წყალი გააქვს. ლუც მოვიტან. მეტი რა გვინდა? სუჯუხი გვაქვს, ხო, ეგეც მართალია. რა დარბილებული წყალი უკვე შედის როგორც ყოველთვის კლასიკურად. ო, სიშული თუმბო. ო, დარბილებული წყალი შედის რეზერვუარში, იღებს სიშული თუმბო და ვაწვით ფარც. ეგონი არ ჭირდება ამას კონკრეტიკა 10000-ზე ახსნილი არის ეს დარბილებული წყალი ვინაიდან აქ გვაქვს ეგ წოდებული 21 DH გერმანული სტანდარტი და აი პატივისცემულიდან მიიღებთ უკვე ნორმირებული 3-4 რაც ექსი არის საერთაშორისოში დაშვებული და ვიღებთ ვაწვით ქსელში აქ არის ეგ წოდებული უკვე პრიორიტეტი აი ეს არის მიკრონული ფილტრაცია ან დარბილებული წყალი ან ქალაქის წყალი ან არც ერთი ნუ ეს დამსახურებაა ეხლა ეს პატივისცემული ეგ არის ეს ხმას გვესმის ხმოვანობა ავსებს აი პატივისცემულს როცა აი ნიშნულზე აი ესე მო ნიშნულზე კაი ცვალებადობაა სხვადასხვა წყლის ცვალებადობა ქონდეს გაიკეთება და გაითიშება აქ სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ ჯერჯერობით ამასობაში მაგრამ აქ ვადარაჟი დამონტაჟდა ვინაიდან აი ეს გაითვალისწინეთ ხოლმე ხო ეს არის სას ბოილერი არის სას ფიანი საკვები არის სათავსო არის საფილტრაციოა წყალი რეზერვუარი ამასობაში ერთი ტრაპი არაა ხო ეს არაფრის მომცემი არაა ვინაიდან როც გავაყოფინოთ გარეთ შემოსვლა აღემატება გასვლას ნუ ფიქცია იქნება ამიტომ ერთადერთი რაც მოიფიქრე და რაც იქნება სამომავლოდ აი დამონტაჟდება აკვადარაჟი რომელიც განგაშის რაფია მდგომარეობაში განგაშის შესაბამისად უბრალოდ დაკეტავს წყლის მიწოდებას ესე არა გეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველ სპეციფიკში აი ამაზე ახსნა გამარტება დარბილებული წყალი კიდევ ერჯერ და ერჯერ შემიძლია თამათ თქვა რომ ეს ის პანაცეა მიიღეთ დარბილებული წყალი და დაზოგეთ თქვენი ეგრეთ წოდებული სატექნიკური ფურნიტურა დეტალიზაცია და მიიღეთ ჯანსაღი წყალი